საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური კომპოზიციების ციფრული ვერსია მალე მსმენელისთვის ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გუნდის აუდიო ალბომი იქნება ხელმისაწვდომი. მრავალხმიანობის ნიმუშების ჩაწერა დაწყებულია. აუდიო ალბომი მზად უახლოეს მომავალში იქნება. 30-მდე კომპოზიციის ციფრული ვერსიები ონლაინ პლატფორმებზეც განთავსდება. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გუნდი პირველ ვინილზე მუშაობს. ცენტრის ხმისჩამწერ სტუდიაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალხმიანობის 12 ნიმუში ჩაიწერება. 30 კომპოზიციის ციფრული ვერსია კი ეტაპობრივად ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება. ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან დავიწყეთ აუდიო ალბომზე მუშაობა. ვცდილობთ, რომ ყველა ის სიმღერა, რომელსაც შევასრულებთ, ძალიან ახლოს იყოს იმ ძველ ჩანაწერებთან, საიდანაც ვსწავლობთ ამ ნიმუშებს. ვასრულებთ სხვადასხვა კუთხის სიმღერებს. ძირითადად ამ ალბომში იქნება შესული ის სიმღერები, რომლებიც ჩაიწერა და შემდეგ ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება, რომ აგვეჟღერებინა და მაყურებლის წინაშე სწორედ ამ განსაკუთრებულობით წავდგეთ. ფოლკლორის ცენტრის გუნდი გამორჩეულია იმით, რომ მას არ ყავს ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი. ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის გადაწყვეტილებით მასთან ერთად გუნდის ლოტბარები არიან ლიკა ლიპარტელიანი, გიორგი ხუნაშვილი, სერგო ურუშაძე და თორნიკე სხირელი. როგორც გუნდის ერთ-ერთი ლოტბარი ამბობს, ეს ტრადიცია მოდის ცნობილი ქართული ფოლკლორული ანსამბლიდან. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა დაიწყო აუდიო ალბომის ჩაწერა. ინტენსიურად მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი მუშაობა. ამჟამად ჩავწერეთ რამდენიმე ნიმუში, მათ შორის რაჭული, მათ შორის გურული. საინტერესო პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ აქ ჩნდება ყველა ის ნიუანსი და ხარვეზი, ვთქვათ, რაც ან სასცენო შესრულებაში, ან სარეპეტიციო მუშაობის დროს არ ჩანს და ამ თვალსაზრისით ეს ჩვენს, ესე ვთქვათ, შემოქმედებით ნაწილს კიდევ უფრო სიღრმისეულს ხდის. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის გუნდი 2024 წელს დაფუძნდა. გუნდი აერთიანებს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს, ასევე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. გუნდის შექმნის მიზანი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში ხალხური მუსიკის შემსრულებლობის ტრადიციის გაგრძელებაა.